დიდი მადლობა რომ მოგწონდით, იმიტომ რომ თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გახლავართ iPhone Plus-ის დამფუძნებელი 100% თანხმობელი. აგერ არის დირექტორი რამაზ შაკილაძე, ჩემგან მარჯვნივ და ჩემგან მარცხნივ კახა სეფაშვილი. თქვენი სახელი ყვაც. მამუკა მარგიშვილი. მოგესალმებით, თავის გადაგებ თუ რა თქოს ხომე. ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ბოლო 1 წელია iPhone Plus-ის გარშემო სხვადასხვა მოვლენები ვითარდება. უკვე 1 წელია ეს არის ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური, ეხლა უკვე სასამართლო, კონკურენციის სააგენტო და აქამდე ჩვენ კი ვიცოდით, რომ ეს გამორიცხული იყო რომელიღაც გავლენიანი მაღალჩინოსნის გარეშე, ჩარევის გარეშე, მაგრამ დღეს უკვე დავწუნდით და გავიგეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი, ეს არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე. ეს არის ეს ადამიანია ვალერიან ცერცვაძე. ნახეთ. მისი მეუღლე გვანცა მიკუჭაძე iTechnic-ის მენეჯერი, რომელსაც შემოსავალი ყოველწლიურად აქვს iTechnic-დან და უკვე 100,000 ლარზე ასული სხვათა შორის. ჩვენ გვაქვს დღეს უკვე ხელში განჩინება, რომელიც 11 ოქტომბერს ჩაგვარდა, სადაც iTechnic-ი, რომლის ფიქტიური მფლობელი სავარაუდოდ სიტყვის მიხმარ, იმიტომ რომ შეიძლება გვიჩვენოს რომ ოფიციალურ საბუთებში არ ჩანს, საბუთებში ჩანს მისი სიძე 100% წლის მფლობელი ამ ცოლის ძმა და მისი ცოლი როგორც ხელმძღვანელი, ეს ჩანს, მაგრამ თვითონ მოსამართლე ოფიციალურად არ ფიგურირებს, შესაბამისად ვახსენებ სიტყვას სავარაუდო მფლობელს. და ეს ყადაღა iPhone Plus-ის ანგარიშებს 11 ოქტომბერს 1,600,000 ლარს. ამ ფაქტიურად ეს ნიშნავს iPhone Plus-ის გაჩერებას, კომპანიის გაჩერებას, გაკოტრებას, რადგან 1,600,000 ლარი არასოდეს არ ყოფილა iPhone Plus-ის ანგარიშზე, ამის ნახევარიც კი აკუმულირებული ერთად არასოდეს ყოფილა. შესაბამისად ეს ნახა ვერასოდეს ვერ შეგროვდება, რომ შემდეგ კომპანია ფუნქციონირება გააგრძელოს და დასაბუთებაც მე ყველას დაგირიგებთ განჩინებას, რომ თქვენ ნახოთ რამდენად დასაბუთებულია საჭირო და რის გამო არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ეს არის რაღაც Facebook გვერდზე ეთქმა რომ Apple Store ეწერა და ამის გამო Facebook-ი გაუქმა, დაგვაბრალეს ჩვენ. და აი ეს არის მხოლოდ მიზეზი ჩვენ კომპანიაზე 1,600,000 ლარის პატავის დადებას. მოგესალმებით, ეს არის ბიზნესმენი, მოსამართლე, რომელსაც არ შეუძლია და არ იცის ბიზნესის კეთება უშუალოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. შესაბამისად, მისი მიზანი არის, რომ ჩამოისვლოს ყველა კონკურენტი და ასე მიაღწიოს წარმატებას, როდესაც გაჩერდება მარტო ბაზარზე. ეს ალბათ ჩვენ არ ვიქნებით და გააგრძელებს ამ საქმიანობას, რადგან ჩვენ ახლა ალბათ დიდი ალბათობით არაფერი აღარ გვეშველება, იმიტომ რომ ეს მოსამართლე თეთროვან კუჭავა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არის 10 წელი მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, სადაც უშუალოდ უფროსი იყო ვალერიან ცერცვაძე მისი. უშუალო უფროსი მხოლოდ 2 თვე საქალაქო სასამართლოში გადმოვიდა. ასევე ისიც გითხრათ, რომ მაღალჩინოსანი არის პროკურატურის ბატონი ვალერიან ცერცვაძის ძმა, გიორგი ცერცვაძე, სვეტათიანეთის მთავარი პროკურორია. რაც ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ფინანსური პოლიცია შემოგვივარდა 6 თვის წინ და წაიღო ჩვენი ტელეფონები, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტელეფონის შემოწმება შეგიძლიათ საიტზე თქვენ თავად სერვერი აქვს საქართველოს საჯარო რეესტრზე უფრო მეტად დაცული და საიმედო, შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ სიმბარადიც კი არ არის ჩადებული 222 ტელეფონში, მაგრამ მიუხედავად ამისა უკვე 5 თვეა თუ ცოტა მეტი კიდე გაჩერებული აქვს ჩვენი ტელეფონები და ფინანსური აქტივები შესაბამისად მიზანმიმართულად ასევე გაგვიცა ეს სრულცნობები, რომ თითქოს ეს არ არის ახალი ტელეფონები, ეს არის სრულიად სრულ ინფორმაცია. ეს მიზნად ისახავს და როგორც კომპანიის იმიჯის შენახავს და შემდეგ გაკოტრებას, ან ყველანაირად ცდილობენ კომპანიის გაკოტრებას და ყველა გზა მიდის ცერცვაძეებამდე. ასევე მესამე ცერცვაძე, ისევ გიორგი ცერცვაძეა, მესამე გიორგი ცერცვაძე, ერთი ძმა არის მთავარი პროკურორი და მეორე ძმა არის მცხეთა-მთიანეთის მთავარი პროკურორი და მეორე ბიძაშვილი და მეგობარი არის გიორგი ცერცვაძე, რომელიც ჩვენ გვიჩივის კონკურენციის სააგენტოს სხვათა შორის წინასწარზე იმობს iTechnic გამარჯვებას კონკურენციის სააგენტოში და მათგან ყოველდღე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მოიგებენ ამ პროცესს, ვინაიდან როგორც ისინი აცხადებენ, ბატონმა გიორგი ცერცვაძემ კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგები და აბა სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ახლა
გიორგი ცერცაძეს გაზრდილები არიან და მან ჩაუტარა ტრენინგები და სხვა გაწყობებს როგორ მივიდესო და რაც ჩვენ მინდა ისე იქნება ასე აცხადებენ ისინი წინასწარ ანონსებენ რომ კონკურენციის საგებო მათ საგებო გაწყობას მივიდებს. თუმცა ასაკურია ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რადგან იქნებათ მაკულატურა შეფილი გამოუსადეგარი აბსოლუტურად, რომელიც არავის არაფერში არ ჭირდება, რომ წაიგეთოთ ეს მაკულატურა ჩვენთან ვერანაირ კავშირს ვერ ნახავთ, ნებისმიერი ჩვენი ბრალდება რომ წაიგეთოთ iPhone Plus-თან კავშირი არ არსებობს, არანაირი მათი ვითომტკიცებულებებით, მაგრამ ეთქობა დავალება არის ასეთი, რომ ან მოსამართლეების შეცდომას შეყვანილობთ, ან დაბნება უნდათ, რომ ეს რაც შეიძლება ბევრი ფურცლები იყოს, რომ მოსამართლე დაიგეს თუ რა კავშირი აქვს იმ ფურცლებს ჩვენთან, რომელიც აქ არის ჩადებული. ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებთ, ან ძალიან ისეთი ის არის, რა ქვია, აშკარა გაკოტრების უტიფარი, თავხედური, დანაშაულებრივი ქმედებები მდიარობს iPhone Plus-ის წინააღმდეგ. აი ტექნიკა ვის საფუძველზე მიმართა სასამართლოს ეს რომ უთხრათ. ჩვენთვის საერთოდ მოულოდნელი იყო, ჩვენ არ ვიცოდით რომ არ ველოდებოდით რომ რაღაცა შეიძლება აი ტექნიკის შემოგდავებოდა, სრულად მოულოდნელად გადაგდებოდა და მე დავინტერესდით რომ რამე და როდესაც ბანგარიშები გავუჩერდა და ვეღარ ვმუშაობთ, შემდეგ დავინტერესდით რამ და თურმე Facebook-ი რო გაუუქმა Apple-მა, ამის გამო ზარალი მიადგა თურმე 1,600,000 ლარის რომ Facebook გვერდი გაუუქმა Apple-მა, იმიტომ რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყავდა App Store-ი ეწერათ, საქართველოს App Store-ი ესე ეწერათ Facebook გვერდზე, რაც აკრძალული იყო Facebook-ის კანონმდებლობით და რა თქმა უნდა ჩვენ ვაცნობთ ეს კანონმდებლობის შესახებ, ჩვენ ვაცნობთ ეს, ამას ვაღიარებთ, რომ ვაცნობთ, იმიტომ რომ უნდა გეცნობინა კიდევაც, რადგან არათანაბარი კონკურენციის გარემო იქნებოდა, მათ ეწერათ App Store-ი Facebook გვერდზე და მომხმარებელს ჩვენსაც ეგონა, რომ ის იყო App Store-ი და იქ მიდიოდა და არა ჩვენთან. ამ შეცდომაში შედიოდა ჩვენი მომხმარებელი. შესაბამისად ჩვენ ვაცნობთ App Store, რომ აქ App Store გვაწერია, გადაამოწმეთ ეს მართლა App Store-ია? თუ არ არის App Store? App Store-მან ნახა ეს ჩვენი წერილი, გადაუგზავნა Facebook-ს და უთხრა რომ ეს ვიღაც თავითი კომპანია გასული მოაწილია გვერდიდან და გააუქმა გვერდი Facebook-მა. აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ სამართლებრივად სწორად გავაკეთეთ, რაც გავაკეთეთ. ეხლა ეს იგივეა რომ მე თქვენ რომ მაგალითად ნებისმიერ თქვენგანს და ნებისმიერ რომელიმე ტელევიზიას მაგალითად გიჩილოთ არანაირი შეხება არ მქონდეს თქვენთან არავით არ მეგობრებო, გიჩილოთ უბრალოდ რაღაცის გამო და შემდეგ მოსამართლემ დაგავდეთ რაღაცა 100 მილიონის, იმიტომ რომ მილიონი თქვენთვის ახლა შეიძლება არ იყოს ბევრი, მაგრამ ჩვენთვის ის თანხა რაც დაგავდეს, ეს ჩვენს გაკოტრებას ნიშნავს. საჩები რა შეეხებოდა Facebook-ის გაუქმებას, რომ აი ეს უკვე მოითხოვეთ? ჩვენ კი არ მოვითხოვეთ. ანუ წელი გავგავლეთ? ვისთან ანუ ჩვენ ვაცნობთ, დიახ, Facebook-ს ვაცნობთ ჩვენ. ნამდვილად ვაცნობთ ჩვენ ჩვენად თანამშრომლობთ ვაცნობთ Facebook-ს. რომ ეს იყო კომპანია, ან დასახელება იყო არასწორი და მომხმარებელი შედიოდა შეცდომასთან ეწერა App Store-ი. აბსოლუტურად არ უნდა ეწეროს App Store-ი. და აი ტექნიკმა სასამართლოს მიმართა რომ ჩვენ გავუქმეთ ჰაკერული შეტევით. ეს ის თურმე წარმოგიდგენიათ და მოსამართლემ ადგა და მიიჩნია ნორმალურად ეს ყველაფერი და დაადო 1,600,000-ის ყადაღა ჩვენს კომპანიას და გააკოტრა ფაქტურად კომპანია. ეხლა ჩვენ აი ვის უნდა მიმართოთ არ ვიცით, იმიტომ რომ საქართველოში ეხლა ძალიან დიდი გავლენაა მოსამართლის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, რომელიც საქალაქო სასამართლოზე მაღლაც დგას და თანაც უისტიციის საბჭოს წევრი არის ეს ადამიანი და უკვე 12 წელია კი არა მეტია აი ამ სფეროში და სულ მაღალ თანამდებობაზეა. ანუ მთელს საქართველოს სასამართლოებში აქვს ძალიან მაღალი გავლენა, მისი ძმა არის მთავარი პროკურორი ცვეთამთიანეთის გიორგი ცერცაძე და მათი გავლენა ახაც უდიდესი არის და შესაბამისად ეს არის ძალიან დიდი ბოროტების მანქანა, რომელთან ჩვენ ნამდვილად ვერ ვისურვებთ და ამიტომაც არც არავის არ ურჩევთ. მე უნდა გავიდე ნამდვილად ამ ტექნიკის ბიზნესიდან, იმიტომ რომ გამორიცხულია ახლა ბლის ბუნაკში მივიდე ერთი ადამიანი მარტო და შევებრძოლო, იმიტომ რომ აქ ახლა სამართალი ვისთან უნდა ვიპოვო, ხო? ანუ ამ ადამიანის გავლენა აქვს სასამართლოში. გამოჩნდა ეს შემოსავლების სამსახურეში, რომელიც ერთ წელზე მეტია თქვენ კომპანიაში. ანუ საერთოდ არის პრობლემა ჩვენ. სავარაუდოდ ეს შემოსავლების სამსახური შემოვიდა თავიდან შარშან ოქტომბერში თუ ნოემბერში, ანუ უკვე ერთი წელი ხდება. რის საფუძველზე შემოვიდა? უბრალოდ შემოწმება, ვითომ რა, ანუ ჩვეულებრივი შემოწმება უკვე 4 წელია გამოწვევს შემოსავლების სამსახური. ამ 4 წელიწადში ორჯერ შემოვიდა. დამთავრებული რო იყო პირველი შემოწმება 2 წელი იყო გასული რაღაც და მე კიდე შემოვიდა. როცა აი ტექნიკა უკვე 6 წელია ბაზარზეა, მე 6 წელი მიდის უკვე. 100 მილიონზე მეტი ბრუნვა და ჯერ საკუთრად არ შესულა ამ კომპანიაში. თქვენ ამბობთ რომ ის კაცის ზეგავლენა არის შემოსავლების. ზუსტად აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ცერცვაძე, ეს არის მეორე ცერცვაძე, მისი ძმა გიორგი ცერცვაძე, რომელიც არის პროკურატურის მაღალჩინოსანი, მათი გავლენა დიდია როგორც ფინანსურ პოლიციაზე, ისე მოსამართლეებს.
ესე გამოდის, რომ შემოსავლების სამსახური ვიღაცამ შეაჩერა სპეციალურად და ამდენი ხანი არ მობილურები წაიღო ფინანსურმა პოლიციამ. რა შედეგი აქვს ხა მობილურების შემოწმებას? შედეგი როგორ უნდა იყოს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერმა ადამიანს იმეილი კოდით ყველას ჩვენ გამოვაგვიყვეთ, მოგაწოდეთ ყველას, თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ ეს ეფის სერვერზე, რომელიც ძალიან საიმედოა საქართველოს საჯარო რეესტრზე, ბევრად უფრო საიმედო სერვერი აქვს, ბევრად 100-ჯერ მეტად ალბათ. შეგიძლიათ ჩაწეროთ და ნახოთ, რომ ერთ სიმბარტიც არ არის ჩადებული ერთ ტელეფონშიც კი, მხოლოდ ორი ტელეფონი რომელიც მაგიდიდან აიღეს შემოწმების მიზნით, მხოლოდ ორი ტელეფონი არის გააქტიურებული და ეს იციან კიდევაც და ეს დაფიქსირებულია ოქროშიც. იციან ეს ყველაფერი 6 წელიწადში, მაგრამ არ გიბრუნდება ტელეფონს რაც შეიძლება მეტი ზიანი მოგაყენონ და მეტი ზარალი გქონდეს და გაჩერებული აქვს ჩვენი 222 ტელეფონი 200,000 ლარამდეა მაგრამ თქვენ წვნიერ და თქვენ წინააღმდეგ დაწყებულ ამ საქმეს ამ თქვენ აბრალებთ საპოლიცო სასამართლოს თლიანად მისი გავლენა იკვეთება ამ ყველაფერში, რადგან გამორიცხულია სხვანაირად ეს ლოგიკაში არანაირ ლოგიკაში არ ჯდება არც ის რომ ამდენი ხანი ტელეფონები წაღებულია ფინანსურ პოლიციას და არ გიბრუნებენ აქ რაღაცა ერთმანეთში რაღაც მორიგება და აქ ჩვენ ვეცილებით ამ ყველაფერს და რაღაცას მის ინტერესებს გიორგი ცერცოლის ინტერესებს პროკურატურა ატარებს რომ რაღაცაში ალბათ ვალუცნე რატო და შემდეგ არის ასევე ფინანსურ პოლიციას აქვს გავლენა შემოსავლების სამსახურზე რომელიც ერთი წელია დასკვნას არ დებს და ეხლა სასამართლო თვითონ თავისივე ჯერ სხვა კუთხეებიდან დაიწყო და ეხლა თვითონ შემოგვიდია პირდაპირ და ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველაფერს უკან დგას ეს ცერცვაძეების კრანი. ამიტომაც აღარ გეკნავთ მე პირადად უნდა გამოვიდი ამ კომპანიისგან და ამ ბიზნესიდან, რადგან მე და არც თავის აღუჩე როგორც ვთქვი ეს ბიზნესი დაიწყოს, რადგან ეს კრანი ეს ცერცვაძეების ჯგუფი არავის არ გაახარებს და ყველა ბიზნესს გააკოტრებენ ტექნიკის ბიზნესს, ვინც გადაკვეთავს მათ ინტერესებს. ვისთან გავასაჭიროთ ისევ გავასაჭიროთ ისევ მასთან ვინც გვიჩივის ხომ ისევ მასთან გავასაჭიროთ რა თქმა უნდა გავასაჭიროთ ფორმალურად რომ შემდეგ სტრასბურგში მაინც წავიდეთ რა თქმა უნდა გავასაჭიროთ მაგრამ ამ სისულელს თუ გასაჭირება ჭირდება თქვენ წაიკითხეთ ეს ყველაფერი შემდეგ დაგირიდეთ ყველას ამას თუ გასაჭირება ჭირდება შემდეგ თქვენ შეაფასოთ ეს ყველაფერი თქვენ სხვა ხდება კომენტარის გაკეთება რომელიმე თქვენ რა გააკეთეთ კომენტარი კონკურენციის სამედოშიც გიორგი ცერცოძე მიჩილა, გიორგი ცერცოძე მისმა იძაშვილმა იქაც ცერცოძე მიჩილა. საფუძველი ის იყო რომ iPhone-ს ეწევა არაკეთილ კონკურენციაში და კარტელურ შეთანხმებებს ახდენს, როდესაც 5 წელია ჩვენ ფასებს დაძლებენ და შეუძლია ამოიღოს კონკურენციის სააგენტომ და ყველა მარტივად რომ მთელი 5 წლის მათი ბრუნვებიდან ნახონ რა ფასად ყიდიან ტექნიკას თავის ის ჩვენ არ გვიყვარს ხოლმე მათსავე ჭოროს ბანაზე საუბარი, მაგრამ ისინი რეალურად არ ყიდიან ნორმალურ ტექნიკას, მაგრამ ჩვენ ფასებად ერთი ლარის ყოველდღე ყიდიან, მხოლოდ რომ სულ რომ რაღაცნაირად კლიენტი შეიყვანოს შეცდომაში, რომ თითქოს და iPhone Plus-ის მაღაზია და მაღაზია შეეშალოს კლიენტს, ჩვენ ფასებს ადებენ სპეციალურად 5 წლის განმავლობაში, რომ რამდენად შეეშალოთ მომხმარებელს და შეიძინოს ტელეფონი აი ტექნიკში, რომ ეგონოს iPhone Plus. ჩვენ შეთანხმება გვაქვს თითქოს ფასებზე სხვადასხვა კომპანიებთან და არაკეთილ კონკურენციას ამაზე მეტი არაკეთილ კონკურენცია თუ გინდათ საქართველოში თქვენ რაც ამათ მოგააკეთეს დღეს რასაც ესენი აკეთებენ ყოველი წელია გადახედეთ თქვენ და აკეთეთ დოკუმენტები ვალერიან ცერცოძის სულის ძმაზეა ოფიციალურად დოკუმენტები და მისი მეუღლე არის მართავს ფაქტურად კომპანიას არის მენეჯერის პოზიციაზე იგი აგზავნის წელებს მე აქ მაქვს რამდენიმე მისი გაგზავნილი და მოთხოვნილი წელები ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს აქტიურად ჩართულია აქტიურად მისი მეუღლე ვალერიან ცერცოძის მეუღლე და შემოსავლიც აქვს აი ტექნიკიდან აგერ არის მისი მეუღლე ფოტოზე და რამე ვარიანტები გაქვს ხო ამის დამადასტურებაზე შემოსავალი აქვს დეკლარაცია ეს არის ოფიციალური დეკლარაცია რომელიც თვითონ ვალერიან ცერცოძის აქვს შევსებული და ჩანს რომ იქ ყოველწელს შემოსავალი აქვს აი ტექნიკიდან და ის რომ ის მეუღლე ამით დასრულდება ეს პირველ შემთხვევა არის რომ ამ ნაცივი ზეწოლა მოდის თუ ზეწოლები სულ მოდიოდა მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ამ ზეწოლის უკან ვინ იდგა აი ამ განჩინების შემდეგ გახდა ჩვენთვის სამი თუ იდგა ამ რაც შემოგითვალეთ ეხლა ფინანსური პოლიცია შემოსავლების სამსახური პრეცედენტო რამაც ხდება 5 წელია მე გითხარით არაკეთებენ იმას რომ მომხმარებლები ჩვენი მომხმარებლები შეყავთ ხოლმე შეცდომაში ფასებს ადებენ იგივე ფასებს ეს არის ჩვენი ვიზუალური კონკურენცია და ამაზე არ გაგიმახვილებია ყურადღება მაგრამ შენდოები რომ დაიწყო ბოლო 1 წელია ჩვენს წინააღმდეგ აი ამის უკან მოვიგებთ ვინ იდგა
ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენთვის არ იყო ცნობილი ეს იყო საველაცო სამართლის თავმჯდომარის საოჯახო ბიზნესი. ეს შემდეგ გახდა ცნობილი ჩვენთვის მხოლოდ ამის შემდეგ, ამ განჩინების შემდეგ. ეს არის მისი სიძე ბექარ მიქუჭაძე, მასზე გაფორმებული აი ტექნიკის 100%-იანი წილი, ცოლის ძმა. თავარი მოსამართლე ვალერიან ცერცოლის ცოლის ძმა. ბექარ მიქუჭაძე, აი მასზე არის გაფორმებული ბიზნესი. ფაქტიურად ამასზე გაფორმებული და ფიქტიურად ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის პირადად ვალერიან ცერცოლის ბიზნესი. თუმცა მისი საოჯახო ბიზნესი რო არის, ეს ჩანს ყველაფრიდან, იმიტომ რომ მისი მეუღლეც ამ ბიზნესში არის ჩართული და შემოსავლით აქედან აქვს მაღალ პოზიციას. ეს რამე წერილი გაქვთ, რომელზეც მისი მეუღლე წერს და თან მისი სახელით მოთხოვნილი წერილი გვაქვს. დეკლარაცია გვაქვს, სადაც თავად ვალერიან ცერცოლიძე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე არის მენეჯერი. ეს ოფიციალური დოკუმენტები აქვს. აგერ არის კვანცა მიქუჭაძე და წერია რომ აი ტექნიკის მენეჯერია. კვანცა მიქუჭაძე ვალერიან ცერცოლის დეკლარაციაა ოფიციალური. და ჩანს ეს. ყველა დეკლარაციაში ჩანს ეს, ყველა წლის დეკლარაციაში. კვანცა მიქუჭაძე ეს არის მისი ცოლი, მეუღლე ვალერიან ცერცოლის.